მოგესალმებით ყველას. მოკლედ ჩვენ გვექნება დღეს ძალიან განსხვავებული თევზაობა. ძალიან დიდი ხანი გვეგმავდი ამ თევზაობას და აი, როგორც იქნა დადგა დღე. ზუსტად 6 წლის წინ ვიყავი ამ ადგილას ბოლოს. მაშინ ფეივორტის რაპიდი იყო სულ ახალი გამოსული და ვითევზავე ღორჯოზე. ძალიან ბევრს გეცოდინებათ ეგ ვიდეო. და სწორედ ეხლა ისევ ღორჯოზე ვაპირებ თევზაობას. ამჯერად ბევრად მომზადებული ვარ. ჯოხი მაქვს უკვე სპეციალურად ამისათვის შექმნილი, ესე რომ ვთქვათ, ეს არის ფეივორტის Black Swan-ი Nano 2 გრამამდე ტესტით. წნულს გამოვიყენებ Diezi 008, ძალიან თხელი რაც კი არსებობს. სილიკონის აპუარებსაც შეეხება, გამოვიყენებ ლეგენდარულ Feshlures-ის კოღოს მატლს, წითელ ფერში მაქვს. Ну, ამის გარდა რა თქმა უნდა, MT Bytes-ის პატარა მოდელები მაქვს ნანოსათვის ძალიან ბევრნაირი. და მოცდი ყველას, ყველა შეიძლება მოცადო ნახოთ რა ხდება გასიზამს. აი ერთი სული მაგახ როდის დავიწყებ, ძალიან მაგრამ მაინტერესებს. დავიწყე 0.5 გრამით, მაინც მდინარია და ანუ სუგაჩერებული წყალი არა გვაქვს. დავაყენე 0.5 გრამი და წითელი კოღოს მატლი. დავიწყებ ესე და ნახოთ რა იქნება. კოჭას გამოვიყენებ, ეს არის ახალი კოჭა ფეივორტის Nano Bluebird-ი, რომელიც მხოლოდ 127 გრამია. ბევრს ეწოდება, მე მქონდა ძალიან ძვირიანი მოდელი Nano-სთვის, ცოტა მოზრდილი იყო, ის ჩავანაცვლე, იმდენად მომეწონა ეს კოჭა. უხარვეზო არასოდეს ამ კოჭას გადაგდებისას აბურდვა და ეგეთი რამე არ გაუგეთებია, უმსუბუგეს. მე ვთვლი რომ ფეივორტში ამ ეტაპზე ყველაზე მაგარი კოჭა სწორედ ეგ მოდელია. დავიწყებ ახლა მე თევზაობას. ჯოხი ძალიან მსუბუქია, აი ელემენტარული ჩარტყმები დღეს იქნება ძალიან მკაფიო. თავარია გაგვიმართლოს და თევზი იყოს აქტიური. წყალიც საკმაოდ შეფერილია. მაშინ რო ვიყავი ძალიან სუფთა იყო და აი ახლა ეს ცოტა მაშინებს აბარასიზებს. დავიწყებ და ნახოთ. აი აქ დავიწყებ. დინება იქეთ არის, აქეთა ცოტა გაჩერებული წყალი და ამიტომ მე დაახლოებით შუაში ჩავაგდებ ხოლმე. ჩაუშვებ სკერამდე 0.5 გრამია როგორც გითხარით და საკმაოდ აქტიური წამოხდომებით წამოვიყვან. მე ჯერ უნდა ვნახო რა მოეწონება, ну საერთოდ თუ არის თევზი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ღორჯო არსად არ წავიდო და პირველივე ჩაგდება. აუ რა გართობა იქნება, აი აუ როგორ მინდოდა აქ მოსვლა და თევზაობა. აი ღორჯო სპინინგით მეორე ნაწილი. დღეს იქნება გლეჯვა თევზაობა. კოღოს მატლი 1,000,000% ვიცოდი, კოღოს მატლი კარაზეც, თეთრულაზეც, შამაიაზე ნებისმიერ თეთრ თევზზე მუშაობს. და ღორჯო რა თქმა უნდა წითელ ფერზე მით უმეტეს უარს არ იტყოდა. გავაგრძელოთ. გავუშვათ ჩვენი პირველი ღორჯო. აქეთ. და ჩვენ გავაგრძელოთ. ესე იგი, აქ რადგან პირველივეზე დაჯდა, მე ვფიქრობ რომ რაღაც წინასწარ არ უნდა თქვა, მაგრამ წესით საკმაოდ აქტიური იქნება. იმედი მაქვს თეთრ თევზებსაც დავიჭერთ. ну აშკარად დამირტყა, ეგრევე დამირტყა. აუ, გამექცა, დავსვი რა ხდება ბიჭო. მეორე ეგრევე. აუ, ამაზე გიждდება, ჩაგდებული არ მაგ და ეგრევე უტყავს. უკვე ვიცი აქ თუ რა თევზაობა იქნება დღეს. ძალიან მაგარი თევზაობა. გავუშვათ ეგეც იგივეა, სხვათა შორის ეს არის მექვიშია ღორჯო. ну მე რა თქმა უნდა ყველას გავუშვებ. აქ სასწაულის ზომა რო დავიჭირო რაღაცა მაინც გავუშვებ, იმიტომ რომ ჩემთვის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა რომელიმე თევზის სახეობა. ესე იგი ფსკერზე ჩაუშვი და ცახცახით მომყავს. Feshlures-ის სილიკონი არის არომატული. ესეც ეხმარება რა თქმა უნდა დამირტყა. ну სამწუხაროდ ჩავწვით ეგრევე სიხარული არ დამცალდა. ну როდესაც ჩვენ წინაღობა გვექნება წყალში, რა თქმა უნდა მე ძლიერი მონტაჟი არა გვაქვს. ძალიან დელიკატური მონტაჟი გვაქვს. და სამწუხაროდ ესე ეგრეთ წოდებულ ზაცეპებს ვერ უძლებს ხოლმე იმდენად. მე ვიყენებ ეს არის
აისლაინი ტურნამენტის სადავე სპეციალური hard model 0.11 მმ-ია, რეალური დიამეტრი, ანუ რაღაც ბაზრობის ნოლათები როა გადაჭარბებული ისეთი არ არის. ტესტი აქ დაახლოებით 1 კილო. ნუ შეიძლება უფრო თხელის დაყენებაც ამას აქვს კიდე 0.09 მმ, ისიც იდეალური იქნებოდა ხეს ხურჯოზე, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე მხოლოდ ეგ მაქვს თან, მაგრამ იდეალურად ებმევა ეგეც. გადავაბმეხა და გავაგრძელებ წონას ბარემ დავაყენებ 0.3 გრამს, რომ ჩაბმები წყალში კიდევ უფრო ცოტა მქონდეს და ესე გავაგრძელებთ. აი ესეთი მარმიშკები მაქვს თან. მაქვს სხვადასხვა წონები. ეხლა დავაყენებ ესე იგი 0.3 გრამს 14 ნომერი კავით. დავაყენოთ დაუშვათ ეს ოქროსფერი. ჩვენ როდესაც ეწოდებულ მარმიშკის სიმძიმეს ვაყენებთ, მაგას კარაბინით არ ვაყენებთ, ანუ პირდაპირ ყულფში უყურეთ სადავეს და პირდაპირ უნდა ჩავუყოთ. გავუკეთოთ ახლა. გავუკეთოთ კოღოს მატლი ბარემ, მასაც გაჩვენებთ თუ როგორ უნდა გავუკეთოთ. ეს არის გადადგმულები ხოლმე ესე ფლეშლურესი 5-5 ცალად. მოწყვეტავთ ერთ ცალს, ისე რომ თავისი თავიც გქონდეს, ანუ აქ როგორც ახატია, ზუსტად ეს ფორმა უნდა მოწყვეტოთ. და დავაყენებთ როგორც ჭიაყელას, ნუ პრინციპში ჭიაყელას მასე არ ვაყენებთ. ანუ აქ კავი უნდა ჩანდეს, ანუ გავუყრით ჩვეულებრივად. ესე აი ფორმაში უნდა იდგეს. ეს თუ ჩანს კარგად, აი ესე უნდა იდგეს. ესე სო გავაგრძელებთ, ძალიან დიდი ხანი მოუნდია. ძალიან თხელი რაღაცების გადაბმა არ არის საკმაოდ რთულია, ასე ვთქვა და ადვილად არ არის. და გავაგრძელოთ აბა. ჩავაგდე როგორც იქნა. ზუსტად მე 2 დავიჭირე და მესამეზე ჩავწყვიტე. არის? ოპა, აი. უკვე დავიწყეთ ნაირსახეობების დაჭერა. ეს არის შავი ღორჯო. ქვის ღორჯო, ეგრეთ წოდებული შავი. აი, ნახეთ როგორი შავია. ეს არის კლასიკური შავგედზე შავი ღორჯო. ის მექვიშია ღორჯო უფრო დიდებს იზრდება ხოლმე, ესე თქვას, ძალიან დიდი დაჭერილი, მაგრამ ის ხშირია უფრო მოზნილები. გავაგრძელოთ. აი ესეთი დელიკატური თევზობები მომწონს ეს მარმიშკით. ყველაზე რთული მეთოდია, ანუ ადვილი არ იგონოს ვინმეს. ერთ-ერთი ყველაზე რთული მოდის მეთოდი არის მარმიშკის თევზაობა. ძალიან დახვეწილია და რომელსაც ძალიან დახვეწილი ინვენტარი ჭირდება, რათა ეს ელემენტარული შეგრძნებები 0.3 გრამთან და ესე დაბალ წონებთან 0.2, 0.4 რო გქონდეთ, ანუ იაფიანი ინვენტარით სამწუხაროდ არ გამოდის. ნუ რაღაცა დონეზე შეიძლება ითევზაოთ, მაგრამ ძალიან რთულია თუ მაქსიმალური არ არის ინვენტარი ამისათვის. ამიტომ ყველაზე რთულ თევზაობად ითვლება ესე ნანო ჯიგი. ოპა, რაღაცა დიდი და ბიჭო. ეს რა არის? თეთრდებზე უჩველი. აი, ნახეთ. შოკ როგორ დამიკეცა. აი, მე არ ვიცი, მარმიშკა ძალიან მაგარია რა. ნახეთ, ეს რა, ტუბია. თუ რა არის? თავი ხესი ჩავიწიო ქვევით, რომ ეს არ გავწყვიტო, თუ რამან შევათევს ზაწევოს ვერ გაუძლოს. გავრისკე. აი. რა მაგარია. აი როგორი კარგი ზომისაა, ნახეთ. აი. სილიკონი აიღო ჩვეულებრივად ყველანაირი თევზი. ყველანაირი თევზი იღებს აბსოლუტურად ფლეშლურესის ამ კოღოსმაც. ანუ მე ესე ფლეშლურესი, იმიტომ გამოვყოფ ხოლმე, რომ ფლეშლურესი არის ძალიან არომატული. ერთ-ერთი ტოპად ითვლება მსოფლიოში საკალმახი სილიკონად და ეს კოღოსმატლები უფრო შემდეგი საფეხურია ფლეშლურესის, ანუ მერე გამოუშვეს და იგივენაირად ძალიან მაგრად მუშაობს ეგეც.
გავუშვათ, აი რა გაიზომა, ხედავთ. გადავღებ სულზე გავუშვათ. გავუშვათ. აგიდა, დამივთხოვთ სხვა თევზი. წავიდა. დამრე თევზები არ დამივთხოვ ხო მაცადე. თან სულ ცალია ერთი დღით. ერთი დღით ცალია და ისე ცუდი ამინდი შოქდა, მაგრამ რადგან ერთი დავიჭირეთ ეგ, ესე იგი კიდე იქნება, მარტო არ იქნებოდა ეგ. ნუ როგორც ხედავ 0.3 გრამი, აი უჭირს ქვევით ჩასვლა. ჩაბმები არა მაქვს მართალია, მაგრამ თევზის ჩარტანი ღორჯოს ჩარტმა მოიკლო. ფსკერთან როცა არის დინება მოაჩოჩებს. ანუ ვერ ვაჩერებს ფსკერთან. 0.5 იყო იდეალური. დაუბრუნდები. აი, გამექცა. დაუბრუნდები 0.5 გრამსაც უბრალოდ ჯერ. თეთრი თევზისთვის ეს კიდე უფრო დაბალი 0.3-იანი ჯობია. ოპა, არის, აი მოზდილი კიდე რაღაც. აი, მოზდილი. რა კარგი ზომის ღორჯო, ბიჭო, ძილს აწიე. აი რა მაგარი ეს ღორჯოსთვის რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ზომია. შემდგომ დაახლა და გაგვიწოდეს ჩვენი ფაქიზი მონტაჟი. აი რა კარგი ზომის ღორჯო დაждათ, ზედა საპატიო ზომა ნამდვილად. გავუშვათ ჩვენი ღორჯო. დამებრუნე სილიკონი, სხვადასხვა ძალიან გამძლე სილიკონია, ეს ასე არ გაფუშტება. თან 100 ცალი არის კილოში. ანუ ერთი სეზონი ყოფნის ხოლმე რა იგას 1 კილო. გავუშვათ. ეს კარგი ღორჯო იყო. მართლაც კარგი ღორჯო იყო. აი, გამარჯობთ. სანამ გაწვიმდება, უნდა მოვასწროთ თევზაობა. წონა გასაზრდელია აშკარად. 0.3-იანი, ანუ მუშაობს, მაგრამ აი ნაპირთან რომ მოვდივარ, ფსკერზე უფრო მერე ჩადის. ანუ თეთრი თევზის თემაში შეიძლება ჯობდეს, მაგრამ ღორჯოზე უჭირს, დაძირვა უჭირს, მაინც დინებაა, არ მათთვის 0.5 ეგრევე ჩადიოდა. გადავალ მე ცოტა ხანში 0.5-ზე აუცილებლად. მოკლედ, გავზარდე ისევ წონა 9 გრამზე. ამ ადგილას არ მომეწონა რა 0.3, აშკარად უჭირდა ძალიან 0.3-ს. აი, ბიჭო, აწმო, რამხელატოტი ამოიტანა დიეზი 0.08, რომელსაც 600 გრამია ტესტი. გაუძლო შეულებრივად. მე სხვათა შორის, ნუ ეხლა დავიწყე ამითი, თორემ მაქვს ამ კოჩის მეორე მაქვს, გარე რადგან სიტუაცია მოიტანა გაჩვენებთ. მაქვს ამ ფეივორიტი ბლუბერდი ნანოსი მეორე მაქვს, სადაც ნანოფილი მაქვს, დაყენებული 1LB, ეს 1LB ნანოფილი უფრო ძლიერია. ნუ რა თქმა უნდა შეგრძნებაში ძალიან დაბალ წონებთან 0.2-თან და 0.3-თან ჯობია, რაც მეხვევია. მაგრამ აი ახლა ამ სიტუაციაში ესეც მეყოფოდა. უბრალოდ მეზარება ხა გადაწყობა, მაგრამ ნანოფილი ფიქრობ უფრო გაუძლებდა. რადგან 0.5 გრამი მჭირდება წონა. არის კარგი ზომის ნამდვილად კარგი ზომის ხორჯუკა ხორჯულია გავუშვათ წავიდა პარსავს კოღოს მატლი უბრალოდ ძალიან მინდა რომ სხვადასხვა ადგილები ვცადო და თუ აქვს აზრი ამ ბრიე წყალში სიარულს ახლა ის გამიწვიდა ბიჭო აუ ეს რა იყო გამიწვიდა
ფრიქციონის მოშებული მქონდა საკმაოდ, ძალიან რო გაელვა წყალში დავინახე. ძალიან მაგარი ზომის რაღაცა იყო. ჩემ მაინც აი ვერ შევხვდი მომზადებული კიდევ უფრო გადაშვებული ფრიქციონით პირველ ბრძოლაზე, პირველ ბრძოლის მერე დავიმორჩილებდი. რა იყო ვითო, თეთრეთებზე იყო გაელვა წყალში ვნახე. მოდი რადგან მაინც ესეთი წინა ხობები მაქვს წყალში, მინდა რომ შევცვალო წნული, გადავიდეთ ცოტა უფრო ძლიერზე. ესე ადვილად იცვლება, მაქო. მომხსენით დავაყენებ მეორეს. რა თქმა უნდა ეს ბევრად კომფორტულია ვიდრე წნული შეცვალო მთლიანად. სინოხალი მაქოც გვაქვს. ეს უკვე ნანოფილია, აი ეს მქონოდა დარწმუნებული ვარ ისევზე არ გამიწვიდავდა. ანუ ძალიან სუსტი მონტაჟი არ ჭირდება, რადგან ვერ ვხედავთ ფსკერს, ვერ ვაკონტროლებ ადგილებს და ძირითადად 0.5 გრამით მიწევს თევზაობა, ამიტომ ნანოფილი აჯობებს ესეთ. არის საშუალო ზომის გორჯო. ნელა გორჯო. ნელა. წავიდა. თითებს უცდი. გამექცა იმის ზობელი უნდა დავსვა. არის ეს თეთრი თევზი ვატყო ფლეშ ლურესმა ეგ აი მოდელი თულა უშოთ უკვე თევზიც მუშაობს იგივენაირად ახლა ამ ადგილას ცოტა რაღაცა დარტყმები შეინიშნება, ანუ მთლად მკვდარი ადგილი არ არის. ცოტა ხანი შეუჭერდები ამ მიდამოებს წესით. ოპა, არის. ეს კიდევ უფრო დიდია. რა კარგი თევზაობა გამოდის, აი სიამ ამ ჯოხით. ჯოხით აი სღბა სიამოვნება. ეს რა არის, კაცო? ახლა ბიჭო, კაი ზომები მოდის, აი. ძალიან ისეთი შესაშური ზომებია ამ პატარა მდინარის კოლობას. გაუშვათ. არის. რა მაგარი ზომის. გორჯო. ახლა გუჩავკლაპი რომ სეგმის. კარგან ეს ადგილი ცოტა ხალისი დამიბრუნა ამ ადგილმა. რამდენი ხანი ვიარე ტყუილად 1 საათი-ნახევარი მინიმუმ ვიარე ტყუილად. გავუშვით. წყობა 0.5 გრამი მაქვს. ეს კუთხე უცნაურად კიდე იქნება ხა ზოგადად ზემ ხორჯომ არის ის ხულმე ესე ერთ ცალმა ესეთ უნდა იყოს ახლა ამ ადგილას. წადოთ ცოტა ხანი კიდე ახლა თლადილას არა დილას ისედაც არ მოსულ ვარ 12-ის ნახევარია უკვე. არის კუთხე მოწეს ხორჯოკუნებს ეგეთი თეთრი ხორჯო ეგეც
ძალიან ლამაზი. წავიდა. ოღოს მატლი პარსავს და პარასავს. აი სუფთა რო იყოს ახლა მდინარე, ძალიან მაგარი თევზობა შეიძლება და უფრო სხვა მდინარეზეც. ეს მდინარე ხომ სადაც ვარ ძალიან გაჩაგრული მდინარეა, აი ბოლომდე გაკუნიერებისგან. აქ რო ესე ერთობი, ახლა სხვა მდინარეზე ნანოჯიგით ძალიან მაგარი იქნება სუფთა წყალში. უკვე დინებებზე შეიძლება თევზაობა, დინებებზე ჩატარებით და ძალიან მაგარი ეფექტი ექნება. მოკლედ ერთი სიტყვით ვიჭერთ. მე არ გავაგზელებ მეც ვიდეოს გადაღებას. ამეთი მორჩები. დილიდანვე რომ მოსულიყავი. დავიჭერდი ბევრად მეც. დარწმუნებული ვარ. მაგრამ ცოტა არც ეხლა არ დაგვიჭერია გასართობად. ნამდვილად ღირდა, ძალიან საინტერესო თევზაობაა. აი უეჭველი ვითევზავებ სუფთა მდინარეში და იქ დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი იქნება. ჯოხი ძალიან ტოპ კლასია, ანუ მთლიანი ჯოხი წონა არის 40 გრამი, თან საკმაოდ გრძელი ჯოხია ნანოსთვის, ეს არის 1.96 მეტრი. კოჭა ფანტასტიკა, როგორც გითხარით, 127 გრამია მხოლოდ მის. მოიმერა და მირტყა. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მომავალ შეხვედრამდე. შემდეგი ვიდეო სავარაუდოდ გვექნება უფრო დიდ მტაცებელზე, როგორიც არის ქარიყლაპია. ну, ჩანაფიქრი ესეთია და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. აბა დროებით.